Networking-ი რა თქმა უნდა უნიშნავანესი არის ბიზნეს სფეროში, მაგრამ არა მარტო networking-ი ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდებისთვის, ვინც პირველად იწყებს ასე ვთქვათ თავიანთ სტარტაპს, თავიანთ საქმეს, არა მარტო networking-იდან network-ებზე წვდომის მიღება, არამედ ასე ვთქვათ სწორი მენტორის და მენტორინგის პოვნა, რომ არ დაუშვან ის შეცდომები, რაც შეიძლება დამწყებმა დაუშვას, ან გამოცდილების ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ეხმარებიან არა mარტო networking-ში და შესაძლებლობების ასე ვთქვათ გაზრდაში, არამედ ასევე ეხმარებიან თავიანთი გამოცდილების გაზიარებას. ივამ იდეასთან ერთად რა იყო იმისთვის საჭირო, რომ სისხლში მოგეყვანათ, ასე ვთქვათ, თქვენი იდეა, რა დაგეხმარათ, რა გარემო ფაქტორები და მოცემულობა. თავიდან ალბათ იწყება ყველაფერი თეორიული ცოდნით. უნივერსიტეტი დაგვეხმარა იმაში, რომ მიგვეღო რაღაც თეორიული ცოდნა და შეგვექმნა ბაზა თუ როგორ შეიძლება ჩვენი იდეა ვაქციოთ სრულყოფილ პროექტად და სრულყოფილ კომპანიად ჩამოგვეყალიბებინა. განათლების, ასე ვთქვათ, მაგ თეორიული ცოდნის და ფუნდამენტის მიღების შემდგომ მე და ჩემმა ასე ვთქვათ თანადამფუძნებელმა დავიწყეთ ჩვენი იდეის გარშემო დემო ვერსიის შექმნა და მოგვიწია თავიდან ყველაფერი ტექნიკური ამბების ეს სწავლა, ჩვენი დაგვეწყო და მართლა არ ყოფილიყო ეს უბრალოდ სიტყვები და იდეა, არამედ უკვე ყოფილიყო რაღაც ისეთი, რისი ჩვენებაც შეგვეძლებოდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გვინდა და ჩვენება და ვისი აზრით გვაინტერესებდა თუ მართლა ხედავდნენ პრობლემას და თუ გამოიყენებდნენ ესეთ ასე ვთქვათ პლატფორმას.